ჩვენ სპორტსმენები ძალიან ვაკონტროლებთ ხოლმე ერთს ასე რომ შეხო შერწყმაზე მუშაობდი ერთი პერიოდი. რთულია ხო? თან 6 თვე მუშაობ. ვა, შეარწყი თუ კი, შევწყი. ხო? მაპატია ქაბაბო. ხო მაპატია. მაპატია. აი შენ ფიზიოლოგიაზე ბევრად დიდიაც. ხორის დონე შენი არის თავისი. ხორის აირჩია შენ თან რადგან თვითონაც ხორი ბრძანები და დაწერეთ კომენტარებში გივი საქონელი ხარ? ვაჟა ფშაველას მე-7 კვარტალი 1A კორპუსი. აი ეს მისამართით დავიწყეთ დღევანდელი შიდა სამზარეულოს მორიგი ეპიზოდი. ეს გახლავთ მისამართი, სადაც მდებარეობს Fresh and Tasty Premium Quality საშაურმე Foodman-ი. აქ მოვედი რათა აუმასპინძლე სტუმრებს ერთი ჩემი მომზადებული რამით და დანარჩენ ორ რამეს მომზადებს აქაურობის შეფი. ახლა გეტყვით სტუმრების შესახებ. წავაჭირე ბოლომდე ამ იუმორის თემას და იუმორის სფეროში მოთელილი ხალხი მყავს დღესაც სტუმრად. მე მინდა დღეს გავუმასპინძლდე გივის და თემოს. ეს ადამიანები გახლავან ცნობილი სერიალის ტახი მახოს, მეგა პოპულარული სერიალის მონაწილეებიც, მწერლებიც, სცენარისტებიც, ანუ ჩართულები არიან ამ ამბავში. ნუ ეხლა ყველამ ნახეთ ტახი მახოს ახალი საუნდტრეკი, ჯგუფი მაქსიმენის მიერ შესრულებული ჰიპ-ჰოპი მოიწონეთ, ხო და მიზეზიც გაჩნდა ეხლა ბიჭებს კითხო ამის შესახებ, სხვა პროექტების შესახებ, თან გემრიელად გავუმასპინძლდე და თან ვიხორხოცოთ. ეხლა წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება შიდა სამზარეულოში. მაშასე სამზარეულოდან მოვიწვი აქეთ და სასაუბროდ თქვენთან წარვადგინე აქაურობის შეფი, ბათო, შეფი თუ ერთ-ერთი შეფი? ერთ-ერთი შეფი. მე ვიცი რომ საშაურმეს ამბავში რამოდენიმე შეფი ყავს. კი, რამოდენიმე შეფი ყავს. ერთ-ერთი შეფი ბათო, ძალიან ღრმად პატივცემული და ხიარული სტუმრები გვეყოლება დღეს სტუმრად და Foodman-ი რით გააკვირვებს ჩემს და ამ შემთხვევაში თქვენს პირველ რიგში თქვენს სტუმრებს. ჩვენ გავაკვირვებთ კლასიკური შაურმით, დონერით და ქაბაბი გაკეთებული ჰოთ-დოგის პურში. ქათამი ღორი? ქათამიც არის და ღორიც არის. ვაშენგენაც ხო? რომელიც კეთდება ჩვენი სპეცსოუსებით. ქათმის შაურმა კეთდება ნიურის соусით და ღორის შაურმა კეთდება Foodman соуსი ქვია, რომელიც ორივე კეთდება ორივე არის სპეცსოუსი. სპეცსოუსები არის, ჩვენ დამზადდება ეს соуსები. ნამეტანი კაი. ეგ ერთი კერძი გასაგებია. გვაქვს დონერი, რომელიც კეთდება პურში. ინგრედიენტები არის იგივე რაც არის შაურმაში. უბრალოდ კეთდება სამკუთხედი პურით, რომელიც წვება ჩვენთან, ჩვენ მას ვამზადებთ და უკვე საბოლოოდ იგეც მწვავეში ყველაფერი რაც არის კეთდება მწვავეში. პური, ქართული შოთის პური ლავაში? ქართული შოთის პური ლავაში, კი ბატონო. და მაგარი იქნება. საკმაოდ გემრიელი არის და ნოყიერი. სპეცსოუსები იგივე. კი, სპეცსოუსები ზუსტად იგივე. აი, და მესამე? მესამე არის ქაბაბ-დოგი. ქაბაბ-დოგი. უკვე მომწონს სახე. ქაბაბ-დოგი არის, რომელიც კეთდება ქაბაბის ვარში, კეთდება მაყალზე, იწვება და მას უკვე მომზადდება ჰოთ-დოგის პურში ვდებთ ამას. ღია, ხო? ღია არის, ყველაფერი ჩანს. კარგი იდეაა. ეხლა წარმოვიდგინე, მაგრამ წარმოვიდგინე რა თმინდა, ნახავთ კეთების პროცესში ეს და თქვენს პირველად. ეხლა მე უნდა ავირჩიო მაგ სამიდან ერთი. კი ბატონო. შრომატევადი პროცესი არის შედარებით. კლასიკური შაურმაც კი გამიკეთებია და ვიცით, შესაბამისად დონერიც შრომატევადია, ქაბაბ-დოგი ალბათ ხარში გამზადებულია და უნდა წამოაღო მაყალზე და შეიწვება და უკვე შემდგომ აიწყობა. მე მაგისკენ გავიწევი და რახან მე უნდა ორიგინალური რაღაცა ჩემი შევძინო მაგას. მე ფარში შეზავებული გაქვთ უკვე ალბათ, ხო? ფარში რაღაცას ისეთ ჩავამატებ ჩემს სპეციას რამეს, ჩემს საკმას, რომ განვასხვავოთ და ჩემი ინტერპრეტაცია იყოს ამის. соуსი რა მოყვება? კეჩუპი იქნება. შეიძლება დავამატოთ ჩვენი სპეცსოუსები, გემონების საკითხი არის როგორ მოგეწონება, შეგვიძლიათ ეგ დავამატოთ. მოკლედ რაღაცას მოვიფიქრებ, ისე არ იქნება რომ რაღაცა ჩემი ინტერპრეტაცია არ შევძინო
აქაურობის ქაბაბდოქს. სახელი მაგრამ უწოს. კაი, ჩვენ მოკეთების დრო არ და დაველოდოთ სტუმრების ხვალებო. ესე იგი, ჩემი დავალება რახან ქაბაბია, რომელიც აი აქ უნდა შეუბრაწო გემრიელად და რაღაც ჩემი ინტერპრეტაცია უნდა გავუკეთო. დიდი ხნის ფიქრი არ დამჭირვებია, გადავწყვიტე უკვე შეზავებულ ფარშს დავუმატო ერთი ჩემი საიდუმლო ინგრედიენტი, კოწახური. ხო და ეხლა კოწახურის ჩირს დაჩერებულს ცოტა ხანი წყალში დავალბობ. მერე გამზადებულ ფარშში გადავუზავე, შევუშვებ ჩამფულზე, შევუბრაწავ და მივართმევ ფეხებს. წავედით. აი ჩემო გივი რო ამბობდი ნებოდი შენს ვიდეოში რო უყურეთ რა გემრიელა ჭამსო და რა კაიაო იქ ვიდეოში აი ხო მოვედით მოგიყვანე მოვედით ეხლა და ცოტა ნელავია რომ თქონომში ნუ ხო ხარ მზად აი ესე აუ კი და გაძლიერებულად ძამში 2 დღე არ მიჭამდა სპეციალურად რომ ჩემი აზრით ჩვენ შევეჭიდებით ეხლა კერძებს და ბოლოს სულზრზნობ უკვე აბა გივი როგორი მდგომარეობაა შენს კუჩში მე რამოდენიმე დღის წინ მქონდა ინფორმაცია რომ უნდა მოშვილიყო და დილით რა თქმა უნდა არ მივირთვი ასე რომ მე არ გიჭამია რა იმის არ გიჭამია და ველოდები კერძებს ასე უცე ვიზუალით უკვე მოვასა საინტერესო ხა შეგით რა ველოდება საინტერესო ვიზუალია ნახე თემური ნახე აი ოპა, როგორი ღირდა ის ჩემი სამდღიანი შიმშილობა, რომ დღეს ესე გემრიელად მეჭამა და პირველი ჩაკმეჩა არის ჩემთვის ნეტარება. მოდი ერთად ჩავეჭი. ვეცი გემართოს. აბა, 1-2 წავიდა. პირველი რაც ვიგზენ სოუსი არის, არ ვიცი, მაგრამ ძალიან გემრიელია, ძალიან კაია. ძალიან გემრიელი. ხო, ჯერ არ დამიწერა, უკვე მეორე მინდა. აია, ძალიან გემრიელია. ისე რამდენი აქვს წავხობა შაუბას? ანდაკო წამ, მაგრამ ყველა დიდი მაგ წამი აი მაგ 19 წლარიანი ევსტაშოა. 19-ას ვერ შევჭამ. ეს ამას ვერ შევჭამ, მთელი დღე იქნება კარგად. ძალიან ყავიანად არის ხორცი. პატარავა, მაგრამ წამის თუ შესაძლებლობები მაგ ძალიან უსასო რა. შენ გადამეთახული რომ სოუსი და ხორცი ძალიან კარგად უხდება აქ ერთმანეთს. ძალიან მაგრამ თქვენ ახლა ტაქტიკა შევიმუშავთ, კიდე 2 კერძი გვაქვს. ვისაც მე პირველი გუდი ძალიან კაია. ერთი მოვეს დეტალი მომეწონა ძალიან რომ აი ლავაში არის ძალიან მაგარი დატოსტერებული ეს ჩაკუთი ვაკანატონია. რაღაცნაირი ხმარი ხდება შაურმას ეგ. და სოუსი ხორცთან ერთად არის იდეალო.
აი ხენი და 2 დღე არ მიჭამია. არა, კაია მართლა. ესე იგი შენი რეკორდია 19 ლარიანი? 19 ლარიანი დიდი შაუმია. შაუმი. ანუ რამე შენ ამას ორს ასე თქოს. ლეგენდა ხარ იგი. მე სასწრაფო გემრიელ. ლეგენდა ხარ. ო ბიჭო, აკია. იტო უცხორ გემოა. ხო, აი შოუში არის და ის კრატუნა ლავაშიც ლავაში ძალიან ძალიან კაი. კარგი პოსტერებულია. მე რადგან კიდევ ორი კერძი მისაწვევი გვაქვს. შენის ნებართვით, რამე ხო ვარჯიშობ ჩემოგივი და ჩვენ სპორტსმენები ძალიან ვაკონტროლებთ ხოლმე ერთს ასე რომ რო არ მოვადუნოთ აქაურობა 10-ზე არ დაუწევთ რომ ესე იყო. მე 10-დან 9-ს დაუწევდი რატო იცი? ხო. ის ერთი რატო დავაგე ძალიან დიდია და ვიჭი. აი 9. აი კი მე დადებითი ერთი კი, რო. ცოტა პატარა ყოფილიყო შეიძლება და 10-დან დავუწევდი. კი ბატონო. ისეთი და ხორცი ძალიან ბლომად არის და შენ ესე იგი ბოლომდე უნდა ჭამო? დაწერეთ კომენტარებში გივი საქონელი ხარ და თემურ შენ ძალიან კარგი ტიპი ხარ რომ ბევრს არ ჭამ. მადლობა. პატარა კაცი ვარ, რაც პატარაობაში ვერ ჭამდა. პროექტავისაც ეხა ვთქვი რომ იმეც არ პარკავო, იქ მე ჭამობა ცოტა 3 სანტიმეტრი მომენატრში. ბოლომდე გაანადგურეთ ესე იგი. კლასიკურმა შაურმამ გაიხარეთ. კი, ბატონო, კლასიკურ შაურმა, ჩემი კრატმის იყო, შენი ყური 10-დან 9 მივეცით, ისიც იმიტომ რომ დიდი იყო და უბრალოდ. აი დიდობაში რა უკვე დონერი, რომელიც ვიზუალით უკვე საინტერესო. შემოხერხებული გაჯი უტყდა, ხო ის შენ? არა უშო შემოგარო. აი ტექნიკა მუშაობს. აი ამასაც ვეცდები თემო რომ ბოლომდე მე რაწმუნებული ვარ რომ შენ კი არ ეცდები, შენ მაგას ბოლომდე შეჭამ. რომ შენი კუჭი ძლიერ და ბევრ კერძს უძლებს, ასე რომ აქ გვაქვს free სპეციალური ქათმი. ეს ის ვთქვათ რომ ქათმის დონერს გასწავლება სპეციალური სოუსი აქვს და ღორის დონერს შენი არის თავისი. ღორის აირჩია შენ თან რადგან თვითონაც ღორი ბრძანდები. ხო, free და ვაგებონა თუ რაღაც გასწავლ ვიზუალი აქვს. ისა კაია. მაგია. ო, ჩამი. სოუსი რაღაცა განსხვავებული და კაია. მაგრამ მე გადავალ დონერზე რათა აი რა ხელა. შეფუთვა ნახეთ როგორი ლამაზი შენის რომ ოპა. რაღაცა სასწავლო ხელოდებათ რა. ვა, ესეთი ვიზუალი. ვა, აბა დავიწყე. ვიზუალი უკვე გული. რო გახსნე აი ხმაგეს მისო შენ ჭამია გელაპარაკებაში. ეს არის დონერი ლავაში ხო? ბატონო, ძალიან დიდია. აი ჩემს ფიზიურობაზე ბევრად დიდია. აი ამასაც განსხვავებული გემო ძალიან აგუმარჯოს. აი ეს ხრატუნა პური უხდება ძალიან. აი ამას ვაღერებ რომ ბოლომდე შანსი არ მაქვს. პლუსიც რა არის კიდევ ხო გიჭამი რაღაც კერძები რომ რო შეჭამდა ვარ ყოფილის კიდე რო გინდა აქ რო შეჭამდა აი ეს ხანახებს ეს კაი ბატონო. მინდა ჭამე, მაგრამ აი ფიზიკურობა არ გამიშვებს რა. ჩემი სხეული უარს მეტყვის ამის ბოლომდე ჭამაზე საკუთარ. მაგრამ ძალიან კაია. აი ამას 10-დან 10 წერ როგორ მართლა. და შკოთა შორის ფრისაც განსხვავებული გემო. ყველა ფრის თითქმის ერთნაირი გემოა. ხო, ყველა ფრის თითქმის მარტივად არის დამზადებული რომ რაღაცა ნებისმიერ მას რაღაცა ჩემს რაღაც სუნელების განსხვავებულია და გემო სხვა. რაღაცა უსხლო. აქ როგორი საჭმელები ესე ჭამდა ფიქრო. მეტალის განამზა. მეტარა. ეგ მართლა კაია. სახში რომ მიდიხარ. ასე რომ მიდეც კიდე ფიქრო. მოეჭვნა და აგემოვნოთ. მე კიდე ერთი ლუკმა და მეც ერთ ჭამდა. მაგრამ კაი ძიათ კაი რომ მიდე რაც მოგჭება წავიღოთ. 10-დან 10 მეგობრებო. მან დრო შემდეგზე გადავიდეთ. შემდეგი. გივი ბატონო, მესამე კერძიც მოგვიახლოვდა. და წინა ორმა კერძმა მომთენთა. კი, იმიტომ რომ კაი და ეხლა უკვე ქაბაბი, მაგრამ ჩვენ როგორც ქართველებს ქაბაბის არ ჭამა არ გვეპატიება ჩვენ. აბა რა, ბოლომდე უნდა ვიზუალი ვნახოთ. სუგნელი ძალიან განსხვავებული. სანწმიანი, აი მე რომ მიყვარს ესეთი ასუსტა და აბა ბატონო გივი, შენ ხო ცნობილი ქაბაბოლოგი ხარ და. მე აბა? ქაბაბოლოგი. ძალიან კაი. პლუს პურიც როგორი რბილია ძალიან და ქაბაბის გემოები არის ძალიან ტოპ. კაია. ქაბაბის რეკორდი რამდენი გაქვს? სტანდარტულად 3 წელს ვჭამ ხოლმე 3 წელს. მე ხო ქაბაბის სიგრძეს გააჩნია ზოგი არის რომ მეტნახევრიან ქაბაბს. 3 წელს? ჩაულებრი, აი ასე მხოლოდ 3 წელს ვჭამ რა. ამის პლუს რა არის, იცი? უსე მოგინდა ქაბაბი, ქაბაბს რომ მოგინდა, მაშინ დაშეხვიდე რესტორანში, ხო, რა დრო არ გაქვს. ეს თუ წკაპი ყიდრო, საში წაიჭა, აი იდეალური ხემსია, იდეალური. თან გემრიელი. სხვანაირად გამიყვება, მაგრამ თალცაკე რა. პური ამოიღო, პურიდან ამოიღო ქაბაბი, შროლება თეთრია და პურთან ქაბაბი ცალკე. ესეც კაია მაგრამ. და პირველად ვჭამ ესეთი მასში ქაბაბს ანუ ესეთი მასში და პურს და იმას ძალიან მოუხდა, ანუ ესე ქაბაბი რაც მაგ ნაჭამი როდის
არ აქვს ისე ლოდის მანაჯამი, სულ მაგ ლავაში. გემრიელია ჯამი. არა, აი გათვლა მარს არ ხო მოგდომები ხარ ანდახარ მაგალითად რაღაცა განსხვავებული ხო და კაბაბი და აუთ რო არა მაქვს ახლა აქ წკაფში შევუკვეთავ მიშენ თავიდან გითხარი ჩვენ შენზო ცუდად გლას არ მოგვიყვანდა თქო მე გუმარმა მიგძნე რომ ჩვენ გემრიელობისთვის მოვიდეთ მაგრამ ასე მე ამ გადაცემის მაყურებელი გაგახლავართ და ჩვენ ერთად უყურეთ გზაში კიდე მიგწევს ამ გადაცემიდან ერთ-ერთი ტოპი იყო გოჩა თანდარაშვილის და ალეკო მახაზიშვილის სტოპრობა. კი, გოჩა და ალეკო. ძალიან სასიამოვნოსო გადაღება და თავისი განსხვავებული იუმორი და კი და გემრიელად მიირთმევდნენ. ხო ბატონო ალეკო მახაზიშვილი ძალიან გემრიელი ჭამის ეს აქვს როგორც ბატონო გოჩას ასე რომ ალეკოს განსაკუთრებული ჭამაც იუმორისტულია ხალხს. არა მარტივი ჩემი არის ესე პური და კაბაბი და რაღაც ესე მოარგვეთ ხო შერწყმა ერთმანეთის და შეხო შერწყმაზე მუშაობდი ერთი პერიოდი. რთულია ხო? თან 6 თვე მუშაობ. ვა, შეარწყი თუ კი, შევწყი. ხო? და მე გამანთავისუფლეს. ოჰო. რა გემრიელია? ბრავო. რა არის ხა პლუს? ძიმე და რიტმება, ხორც გემრიელი გემო, რაღაც განსხვავებული ფრეშ გემო, რატო აქ ეს გემო ანუ რაღაცა ეთყობა რომ ცოცხალი გემო და ეს პომიდორის და რაღაც ნაზავი ძალიან უხდება. თვითონ აი კაბაბის ხორცი არის ძალიან გემრიელი. კი, მაგალითად დამუშავებული. კი მართალია რომ უკვე ცუდად ვერ ვეღარ ვჭამ, მაგრამ ამას ბოლომდე მაინც ვჭამ. დასვენებული ხორცი, გამოძენებულია კაბაბის ხორცი. და მოდი გივეხა ჩვენს გავაკეთოთ. პირველი და მესამე კერძამდე შევადაროთ ფეხბურთელებს. მაგალითად პირველი კერძი რა ფეხბურთელი იყო, რაღაც დავიწყოთ პირველი. შაუნ ვეღარ ჩემი აზრით, როგორი იყო ცი? განსხვავებული და ისეთი რა, კაი რა, და თან დიდი. მოდი შევადაროთ შაურმა იყოს პეტერ კრაუჩი. დონერს შევადაროთ ასეთი მაღალი რაღაცა დიდი ისეც გემრიელი, კარგი. მოდი კიდე ლივერპულთან ვიაროთ, ვირჯილ ვან დაიკი იყოს, ვირჯილი რაღაცა გემრიელი, თავის თავში დარწმუნებული კერძი იყო, იმიტომ რომ იცის რომ გემრიელია კერძმა, როგორც შემოვიდეთ, მან ჩვენ გვანიშნა ხო, მიგვირთვით, ბიჭებო, მიგვირთვით და ჩვენ მეორე იყოს. თან ვერ გავწდით. ვერ გავწდით და ეს იყოს ცოტა ეს იყოს როგორიც ცოტა თანამედროვეა. თანამედროვეა, ახალგაზრდულია და ეს არის ალბათ ლამინ იამალი. ფერიც პროვოკაციულია. ხო, ლამინ იამალია ეს და ლამინ იამალით კარგი ისა მომავალი აქვს ამ კაბაბს და ყურს ერთად. ამბობდნენ ბოლომდე ვეღარ შეჭა. აია. მაპატია კაბაბო. ხო მაპატია. მაპატია. გავჩნდი აქ დღევანდელი დღის თქვენი მასპინძელი. სხვა დროს რომ მოხვალთ, შეიძლება კი არა, მე ნამდვილად არ დავხვდებით, მაგრამ დავხვდებათ აქაურობის მასპინძელი და იმასპინძლებთ როგორც დღეს. დღეს ერთ კერძთან დაკავშირებით მივიღე მონაწილეობა თქვენი კახარებისთვის და გემრიელობებისთვის. სანამ ამ კერძზე ვილაპარაკებდე და ითხოვდეთ თქვენეულ ვერსიას, რომელია ჩემი გაკეთებული. პირველ რიგში იმ სამი გასინჯულიდან, რომელი მოგეწონათ უფრო მეტად, რეიტინგი რო გავუკეთოთ. შენ დაიწყებ თემა? დავიწყებ. ჩემთვის პირველზე იქნება შაურმა. კლასიკური. ასიკო, იმიტომ რომ соуსი იყო ჩემთვის ძალიან განსხვავებული გემო, იმიტომ რომ მიდად მიჩვეული ვარ ჩემი აზრით, ხო ვინც გიყურებს, რომ შაურმას რო გასიჯავ, უიჭველი გძნობ რაღაცა კიდევ კეჩუპის ან რაღაცა მაიონეზის გემო და ეს რაღაც განსხვავებული соуს ძალიან მოუხდა. მეორეზე კაბაბი მომეწონა ძალიან, იმიტომ რომ თვითონ ხორცის გემოწმა და კაბაბდოგი მომეწონა ძალიან და დონერს ამ ეს ორი იმიტომ მომეწონა, მაგიტომ ვაყენებ დონერს მესამეს თვე დონერი ძალიან რაღაცა განსხვავებული და ხრატუნა პური ხონდა, რაც მე ძალიან მიყვარს და პირველი შაურმა, მეორე კაბაბდოგი და მესამე დონერი. ოღონდ სამივე რაღაც განსხვავებული გამოხონდა, ბანალური გემო არ ქონია არც ეს, ასე რომ ძალიან გასწორი. დავაყოლებ კიდე იმ თემას, რომ საკუთარი საცხობი აქვს ფუდმენს და კაბაბდოგის თვითონ ფუნთუშა, რაც ჰოტდოგის ფუნთუშას რო ეძახიან, აქ არის გამომწვარი და ქართული თონის პურით იყო ის სამკუთხედი დონერი რო ქვია. ეგ გემოების ამბავში მაგიტო ეთყობა უფრო ნაცნობი გემოებიც მაგიტო იგრძენთ. ეხლა გივის რეიტინგიც ვნახოთ როგორი იქნება. ხო, ჩემი რეიტინგი ცოტა განსხვავებულია. ცოტა კარგი. აზრეული რა. პირველზე აუცილებლად ჩემი გემოვნებით რა თქმა უნდა დავაყენებდი აი სამკუთხედ დონერს. ძალიან მომეწონა, ძალიან განსხვავებული. კი, ღორის ვერსია. თავისა ეს პური, რო ხრატუნე და ხო აი დიდი იყო რაღაცა, მაგრამ თითქოს აი სუბუქი იყო, აი ჰაეროვანი იყო, რო ჭამდი რაღაცა და ძალიან მომეწონა თავის ყველაფრით მოკლედ. მაგ დონერები ნაჭამ, მაგრამ აი ეს პურშია, ესეთ რაღაცა თან თვითონ აი ეს პორცია რაც იყო ერთი. ქართული თონის პური მეც გახუხული უფრო მევასწავლე. ხო რა, ეს უფრო აი მეორე დღის თუ არის მით უმეტეს ეგრევე ეუბნები რომ თუ შეიძლება გამიხუხე და სხვანაირი არომატები. მეორეზე კაბაბს დავაყენებდი, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ეს თვითონ პურით, თვითონ კაბაბით, აი ფარში მოკლედ რა ეს ხორცი იყო ძალიან გემრიელი, აი წვნიანი, აი რო ჭამდა, პიში რო დნება, აი ეს ასეთი იყო რა, აი
აღწერით მომშვიდე ხა. და ჭამდა თან ეს ენის რეცეპტორები გელაპარაკი გიღიტინებ რა რაღაცა მასეთი იყო და მესამეზე შაურმას დავაყენებ იმ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გემრიელი იყო, განსხვავებული იყო და რაღაცა უბრალოდ მე თვითონ არ ვარ ისეთ აი შაურმის ძალიან მოყვარული არ ვარ. აი უფრო განსხვავებული რაღაცები უფრო მიყვარს. აი ღორის ვერსიის соуსზე რა სპეცსოუსზე. ძალიან. აი ისეთი соуსი იყო, რომ აი აქ რომ მოვალ, შემდეგში ალბათ ვიტყვი რომ შაურმა მინდა მარტო ის соуსი მომიტანე. ენაც ვარ. ხო, კიდე აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ აქაურობას აქვს ის პრივილეგია, რომ ყველაფერი არის ბიოპროდუქტები, ანუ აწვევიან მაგ მიმართულებას, რომ იყოს თუ რამე არის, თქვათ იგივე კეჩუპ, მაიონეზი, ბანალური საყოველდღიურო არ არის, ხარისხიანია, ძვირიანია და შესაბამისად ეს გემოშიც მე ასახავს პოვებს. ეხლა გადავედით ჩვენს მეორე და მთავარ კონცეპტუალურ კითხვაზე, მაგ სამიდან რომელზე გავიწევდი გასაკეთებლად. ჩვენი გას რაც მივირთვით, იქედან ერთ-ერთი იყო შენი. ერთი იყო თავიდან ბოლომდე ჩემი. ანუ ჩემი კონკრეტული რაღაცა საიდუმლო ინგრედიენტიც უქენი იმას, იმ პროდუქტს, რომ მართლა ბოლომდე ჩემი უნივერსია იყოს და თუ ორივე ეს აზრი დაემთხვევა და გამოიცნობთ, მაშინ აქ შემდეგ ჯერზე რომ მოხვალთ და სტუმრები რომ მოვლენ, იმათ დახვდებათ ეს კერძი ფრჩხილებში შონზოს ვერსია. თავიდან ვფიქრობდი რომ კაბაბი ხო არ იყო შენი ვერსია, მაგრამ მე რადგან საუბარში მოვისმინე რომ თვითონ ფუძმენის საცხობიც აქვს და იქ ხშირად კეთდება ეს ისე იგი არ იყო შენი ვარიანტი. შაურმა რადგან აქ სპეცსოუსი რაღაც აქ დამზადებული, შაურმაც და დონეში რადგან რაღაც ქართული ელემენტებიც ვიგრძენით, ბატონო გივი ხო არ არის ვარიანტი რომ აი მაგას ვარიანტი დონერში იყო. ზუსტად 2 წუთის წინ თქვა რომ მე ლავაში მეორე დღეს გახოხული უფრო მიყვარს რა. ზოგადად დაიჭირე ბატონო. რაღაცა დონერში თითქოს. ჩვენი ვერსია არის რომ შენი კერძი იყო დონერი. მეორე ვერსიაც მაქვს, შაურმის соуსზე გამახვილა ბიჭი ყურადღება და შეიძლება შაურმაშიც იყოს აი მე მიყვარს ხოლმე ადვილი გამოსაცნობი რო არ იყოს დაბნევას ჩემი სტუმრების რომ გაუძნელო რაღაცა აი ვაფიქრო აი კარგია ეხლა მსჯელობა მიტოვა კარგი რომ იმ ყველაფერს რასაც მე თითქოს მესიჯებად ვისროდი და თითქოს და შეხსენება და ის უნდა ყოფილიყო კარნახი თქვენ იყენებთ როგორც არგუმენტს და შეიძლება მაგის სპეციალურად გავაკეთე ამიტომ მსჯელობა საკმარისი იყო ეხლა პირდაპირ ვასახელებთ ჩემ გაკეთებულ ამ სამიდან ჩემ გაკეთებულ კერძს დონერი მეც დონერს ვიტყვი ბევრი მიზეზი გამომდინარე ალბათ იქიდან რომ მეტი შანსია თუ ეს ჩემი გაკეთებულია რომ მოხვდეს ჩემ მენიუში მადლობა საფორთია იქ ჩემთვის და ხარდაჭერა მე ზარეულთან რეკომენდაციით ფარში რაც აკლდა ჩემს საიდუმლო ინგრედიენტად კოწახური წყალში დამბალი ხმელით კოწახური გაურიე შევაზავე ეს ფარში ხელახლა ჩემი კოწახურით და შესაბამისად მივიღე ახალი ვერსია კაბაბის ფარშის შევწვი თუ იგძენით კოწახური კი ანუ გაშხეული გემოხდა მაგრამ მეგონა რომ მარტივად რა კაბაბ მაინც ახლა ქართულ თემებში მიდის მეთქი ამისკენ არ წავა თქო მაგრამ დაგვაბნი ესე იგი ეგ არაფერი მე ჩემი იდეა ფიქსი ეგ არ არის რომ გინდა თუ არა იქ ჩავთესო ჩემი კერძები მოხვდეს მენიუში დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისათვის თქვენ პროექტებთან დაკავშირებით მაჯაზე რო ხელი მიდევს და პულსაციას ვგზნობ იცით იმიტომ რომ ფაქტიურად ერთი და იგივე პლატფორმებზე გადის ეს გადაცემას და თქვენი ნაღვაწიც და ახი მახოს ახალი კლიპი ვნახე საუნდტრეკი სხვათა შორის გავამხილო უნდა რომ მაქსიმენი ჯგუფის სახელი ორი კაცი მაქსიმენი აი ეხა უნდა ვიგებ კაცი ღერი ვიყავ და ახლა გამზადებული ბოლომდე რომ ნახე და გან ჯაფარა და ბიჭო უნდა ავტვირთო ეხა YouTube-ზე უნდა დავდო და რა დავაწერო რა უნდა დააწერო იქ რეკლამა კლიპია ხო კონკრეტული ბრენდის რეკლამა არის და კაცები მღერიან რა გამოაცხო ეგ სიტყვა ამ ორი რაღაცისგან და მაქსიმენი ათლია ანუ სახელი ჩემი ნამღერი თქვენი მოვიკითხავ ყველას შოთიკოს პირველ რიგში რომელიც ყავდა გადაცემაში და გემრიელად გამოვკვებეთ კიდე რამე თქვენი ახალი პროექტები თუ გაქვთ ჩანაფიქში ამბავი თუ გავაცნოთ მაყურებელს და ხო გვაქვს რაღაც სიახლეებს გეგმავთ ჩვენც ჩვენ ერთადაც მე და გივი ისედაც სალცალკე რაც სერიალ შეეხება გივი იტყვის უფრო მეც რომ ახალი სეზონი იწყება როგორც ვიცი მალე ხო ბატონო გივი იწყება 1 ნოემბრიდან აჰა აგერ ამ წუთას დაწყებული ეს რაღაც წუთი-წუთზე დაიწყება და მოკლედ მესამე სეზონი იქნება პირველის და მეორედანსგან უფრო განსხვავებული და ბევრად სასაცილო. იმიტომ რომ რითიც მოგებული იქნება პირველ რიგში მაყურებელი
და ჩვენს დავჯდებით და მაყურებელთან ერთად ჩვენც ვიხორხოცებთ. თქვენ როგორც იხორხოცებთ, ისე ვიხორხოცებთ ჩვენც. კარგი, წარმატებები ახალ წამოწყებებში, წარმატებები რაც მიმდინარე პროექტებია, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით სხვა უფრო ღია სივრცეში თუ დახურულში არ ვიცი, მაგრამ ამ განაცემაში ესე გამოვიდა. დახურულ სივრცეში ვამზადეთ, სტუმრებსაც გავმასწრებთ, ღია სივრცეში გამოვედით მე ამ ყველაფრის გასარჩევად. ეგ თემაც არის რა, რომ გემრიელად რომ შეჭაფო გამოხალხო და სუფთა ჰაერზე, მილიცხირით. ეს იყო რა, ეგრე გამოგვივიდა. მომავალ შეხვედრამდე.